არ მიგულება მსახიობი, რომელიც მით უმეტეს აი პრემიერის დღეებში არ იცი ამ ყველაფერს მაყურებელი როგორ მიიღებს, ყველა განიცდის და ყველა ნერვიულობს და ძალიან ისეთი ამბავი ყოველ ჯერზე გამოცდებს ვაბარებთ რა, არ დამთავრდა და არა დაუსრულებელი გამოცდების რეჟიმში ვცხოვრობთ. სიმართლე რო გითხრათ ბატონ დავით, სანამ მე დალადო ამ პოდკასტს დავიწყებდით ამ მსახიობებთან ასე თუ ისე გვიწევს ახლა რომ ჩავწერეთ ხოლმე, მეგონა რომ მსახიობები საერთოდ არ ნერვიულობდნენ და თურმე ნერვიულობენ კი არა, უიბე. არა, რას ამბობ. არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაც არ ნერვიულობს, მაგრამ არ მესმის. როგორ? იმიტომ რომ აუდიტორიის წინაშე რო გამოდიხარ ბუნებრივი ღელვა, პასუხისმგებლობა სულ მინიმუმ. რა თქმა უნდა, თან სცენა არის რენტგენივით, აი მთელი შენს რაღაც შინაგან კულტურა, რაღაც ინტელექტი ეს ყველაფერი ჩანს, ხო? ვინ ხარ, რა ხარ? როგორ ფიქრობ, როგორ აზროვნებ საერთოდ. ო, თან გივიკოს პატარა უფლის სრულიავს ნათამაშები კახი კავსაძისთან და დიდ მსახიობებთან და ნამყოფი ვარ რუსთაველის თეატრში? არა, აქ მოზარდში. იმად გვერდშიო დაინახავ შვილს ახლა გადაირმევა რა იქნება. კი ბატონო, და ეს დამსახურება დიმახტვისიაშვილის საერთოდ თეატრში რომ მოხდა რა, გივიკო, იმიტომ რომ გადიოდა ნაცარქექია რა და ბიჭი გაიზარდა მოკლედ ვინც თამაშობდა შვილს რა ძალიან რა ამის მამამისი მაღალი იყო უკვე და თიმა რა ვქრა და შემთხვევით შეხვდა გივიკოსა შეთავაზა რომ ხوار გახსურვილი მობზადე და სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და გივიკოსაც გაუხარდა რა თქმა უნდა ამ ნაცარქექიას მერე მოხდა ირაკლი კავსაძესთან მაგ სპექტაკლში და საერთოდ ძალიან შეცვალა თეატრმა აი მორიდებული ბავშვი იყო, აი გამარჯვების თქმისაც ერიდებოდა, ახაცა სულ იმებში იყო და აი ამ გახსნა ურთიერთობებმა ბევრი რამე ისწავლა, თან ბავშვი ხარ და ყველა გეფერება, ყველა რაღაცნაირად ხო თბილად გეურთიერთობა და წლებმა აქ რაც გაატარა თეატრში ბევრი რამე მიცე გივიკოს. მაგრამ მეც რო ხედავ ჩემ შვილს სცენაზე პატარაჯი და ვიკვდები ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა. ზოგჯერ მოვიტყუ ერთხელ ვერ მოვდიო, ვერ წავედი, იმიტომ რომ თან მაშინ რაღაც რთული პერიოდი მქონდა და ის რო დამემატებოდა შეიძლება გამეფშიკა ფეხი იქვე.